რა იქნებოდა შობა მუსიკის გარეშე? მრავალი ჩვენგანისთვის მუსიკა ჩვენი საშობაო მოგონებების და ტრადიციების განუყოფელი ნაწილია. ასევე ფიქრობდნენ შობის დღესასწაულის მოყვარული კლასიკური კომპოზიტორები და ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ ბევრმა მათგანმა დაწერა ნაწარმოებები საშობაო თემატიკით. ახლა კი მე რამდენიმე მათგანს გაგიზიარებთ. იოჰან სებასტიან ბახმა, გვიანდელი ბაროკოს პერიოდის ცნობილმა გერმანელმა კომპოზიტორმა, საშობაო ორატორია დაწერა 1734 წელს, შობის დღესასწაულისთვის. ნაწარმოები შედგება 6 კანტატის, ანუ ნაწილისაგან და განკუთვნილია სოლისტების, გუნდის, ორღანისა და ორკესტრისათვის. 6-ვე ნაწილი ცალ-ცალკე სრულდება შობის სეზონის განმავლობაში. საშობაო ორატორია კომპოზიტორის ყველაზე მასშტაბური და დიდი ნაწარმოებია. ის დაახლოებით 3 საათის განმავლობაში სრულდება. სიუჟეტი აღებულია ლუკას სახარებიდან, ნაწილობრივ მათეს სახარებიდანაც. ორატორიის პირველი ნაწილი აღწერს იესოს შობას. მეორე ნაწილი ანგელოზთა მიერ მწყემსებისათვის იესოს შობის უწყებას. მესამე ნაწილი მწყემსების მიერ იესოს თაყვანისცემას. მეოთხე ნაწილი იესოს წინადაცვეთას და მისთვის სახელის დარქმევას. მეხუთე ნაწილი ბრძენკაცების მიერ იესომდე განვლილ გზას. ხოლო მეექვსე ნაწილი ბრძენკაცთა მიერ იესოს თაყვანისცემას. გეორგ ფრიდრიხ ჰენდელის მესია ინგლისურენოვანი ორატორიაა, რომელიც კომპოზიტორმა 1751 წელს შექმნა. კლასიკური მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და პოპულარულ ნაწარმოებად იქცა თავისი ერთ-ერთი ნაწილის, ალელუიას წყალობით. ორატორია 3 ნაწილისგან შედგება. პირველ ნაწილში ტექსტი იწყება ესაიას და სხვა წინასწარმეტყველთა წინასწარმეტყველებით და გრძელდება ანგელოზთა მიერ მწყემსებისათვის იესოს შობის უწყებით. ეს არის ერთადერთი სცენა, რომელიც სახარებიდან არის აღებული. მეორე ნაწილში ყურადღება იესოს ტანჯვაზეა გამახვილებული და სრულდება გუნდით ალელუია. მესამე ნაწილში კი გადმოცემულია პავლე მოციქულის სწავლება მკვდართა აღდგომისა და ზეცაში ქრისტეს განდიდების შესახებ. თავდაპირველად ორატორია ჩაფიქრებული იყო აღდგომის დღესასწაულზე შესასრულებლად, მაგრამ ჰენდელის გარდაცვალების შემდეგ მესიის შესრულება დაიწყო საშობაო მარხვის პერიოდში. საშობაო კონცერტებზე ძირითადად სრულდება ორატორიის პირველი ნაწილი და გუნდი ალელუია, მაგრამ ზოგიერთი ორკესტრი ნაწარმოებს მთლიანად უკრავს. ფრანგი კომპოზიტორი ჰექტორ ბერლიოზის ორატორია ქრისტეს ბავშვობა ეფუძნება მათეს სახარებაში გადმოცემულ ამბავს ეგვიპტეში იოსების, მარიამის და ჩვილი იესოს გაქცევის შესახებ. ნაწარმოები დაიწერა 1853-54 წლებში. ბერლიოზი ხსენებულ ორატორიას წმინდა ტრილოგიას უწოდებდა. პირველ ნაწილში აღწერს მეფე ჰეროდეს ბრძანებას შვილთა ამოწყვეტის შესახებ. მეორე ნაწილში იესოს ოჯახის გაქცევას ეგვიპტეში, ხოლო მესამე მათ ჩასვლას ეგვიპტის ქალაქ საისში, სადაც თავშესაფარს მათ ისმაელიანთა შთამომავლები აძლევენ. აღსანიშნავია, რომ დასრული ბერლიოზი არ გახლდათ რელიგიური პიროვნება, თუმცა მას მთელი ცხოვრების განმავლობაში იზიდავდა ქრისტიანული ლიტურგიული მუსიკის სილამაზე, რომელიც მას ჯერ კიდევ ბავშვობიდან აღაფრთოვანებდა.
პეტრე ჩაიკოვსკის მაკნატუნა ალბათ ყველაზე ცნობილი კლასიკური საშობაო მუსიკალური ნაწარმოებია. კომპოზიტორმა ხსენებული საბალეტო ნაწარმოები დაწერა ერნესტ თეოდორ ამადეუს ჰოფმანის ზღაპრის მიხედვით, სახელწოდებით მაკნატუნა და თაგვების მეფე. ეს არის ამბავი კაკლის სატეხ უშნოთო ჯინაზე, რომელსაც ნათლია დროსელმაიერი, მარის, თავის პატარა ნათლულს, საშობაოთა ჩუქებს, გოგონას მთელი გულით უყვარდება სათამაშო. ღამით მარი თოჯინას თაგვების მეფის დამარცხებაში ეხმარება, რის შედეგადაც მაკნატუნას ჯადო მოეხსნება და ის მომხიბვლელ უფლისწულად გადაიქცევა. მაკნატუნას, როგორც ბალეტის ისტორია, მე-19 საუკუნის ბოლოდან იწყება. 1890 წელს ცნობილმა რუსმა კომპოზიტორმა პეტრე ჩაიკოვსკიმ მიიღო შეკვეთა რუსეთის საიმპერატორო თეატრისგან. შეიქმნა ერთმოქმედებიანი ოპერა და ორმოქმედებიანი ბალეტი. ბალეტისათვის კომპოზიტორმა გამოიყენა არა ჰოფმანის ორიგინალი ზღაპრის ვერსია, არამედ დიუმას მიერ შესრულებული თარგმანი, რომელსაც უბრალოდ მაკნატუნას ამბავი ეწოდება. 1886-1890 წლებში ჩაიკოვსკი 5-ჯერ ესტუმრა საქართველოს. მის საუკეთესო ნამუშევართაგან ზოგიერთი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დაიდგა კომპოზიტორის სიცოცხლეშივე. კომპოზიტორი ასევე უსმენდა და იწერდა ქართულ ხალხურ სიმღერებს. მეგრულმა იავნანამ იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე, რომ ეს მელოდია მაკნატუნაში გამოიყენა. ბალეტის ერთ-ერთი ნაწილის არაბული ცეკვისთვის კომპოზიტორმა მუსიკას სწორედ მეგრული ნანას მოტივებზე დაწერა. მანამ სანამ მსოფლიო გაიცნობდა მაკნატუნას, ის უკვე ცნობილი იყო საქართველოში. ბალეტი 1900 წელს დაიდგა თბილისში. ამას მოჰყვა გედების ტბა და მძინარე მზეთუნახავი. მაკნატუნა გახლდათ ჩაიკოვსკის მესამე და უკანასკნელი ბალეტი. დღეს იგი ალბათ ყველაზე პოპულარული ბალეტია მსოფლიოში. თუმცა მის შექმნას უამრავი სირთულე ახლდა თან. არც პრემიერა ყოფილა წარმატებული. თავად კომპოზიტორიც ვერ მოესწრო ბალეტის წარმატებას. ბალეტ მაკნატუნას ისტორიაში შეიძლება ითქვას ახალი ეპოქა დაიწყო მაშინ, როდესაც 1954 წელს ნიუ-იორკის სითი ბალეტის სცენაზე მაყურებელმა იხილა ჯორჯ ბალანჩინის მიერ გადამუშავებული ბალეტი მაკნატუნა. ამ წარმოდგენამ ბალეტი ყოველწლიურ საშობაო კლასიკად აქცია. თავად ბალანჩინიმ 1919 წელს 15 წლის ასაკში იცეკვა მაკნატუნა, უფლისწულის პარტია. ამერიკაში მოღვაწეობის განმავლობაში ჯორჯ ბალანჩინიმ 100-ზე მეტი საბალეტო სპექტაკლი დადგა. მათ შორის ყველაზე დიდი წარმატება ჩაიკოვსკის მაკნატუნას ხვდა წილად. შობის დღესასწაულისთვის ბალეტის დადგმის ტრადიცია დაამკვიდრა ჯორჯ ბალანჩინიმ, როცა 1950 წელს ნიუ-იორკში დადგა იგი. ქორეოგრაფები და ცეკვის ექსპერტები აღნიშნავდნენ, რომ ჯორჯ ბალანჩინიმ ჩაიკოვსკის ნაწარმოებს ქართული ელემენტები დაამატა და ბალეტი სუფთა ნაციონალური მოძრაობებით გაამდიდრა, რაც უპრეცედენტო მოვლენაა საბალეტო ისტორიაში. დღეს მაკნატუნას ძალიან ხშირად იხილავთ სხვადასხვა ქვეყნის თეატრების სცენაზე. იქიდან გამომდინარე, რომ ბალეტის პირველი მოქმედება საშობაო წვეულებისას ხდება, იგი სწორედ შობის სეზონზე იდგმება და ყოველ წელს საშობაოდ გვესმის ცნობილი მელოდიები მაკნატუნადან: ტრეპაკი, ყვავილების ვალსი, ქლიავის ფერიის ცეკვა, არაბული ცეკვა და სხვა. იტალიელი არქანჯელო კორელი გახლდათ ერთ-ერთი საუკეთესო მევიოლინე და კომპოზიტორი მე-17 საუკუნის მიწურულსა და მე-18 საუკუნის დასაწყისში. მისი ერთ-ერთი ნაწარმოებია კონჩერტო გროსო, ტიპიური ბაროკო ჟანრის ნაწარმოები. ამ კონცერტის ხელნაწერს აქვს წარწერა, დაწერილია შობის ღამისთვის.
საშობაო კონცერტი კორელის ყველაზე პოპულარული ნაწარმოება და საშობაო პერიოდისთვის შექმნილ ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ კლასიკურ ნაწარმოებად მიიჩნევა დღემდე. და როგორც ვიცით, ის სრულდებოდა შობის დამდეგს, მესაზე, ან კარდინალის სასახლეში გამართულ კონცერტზე.